დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს ეამაყება ქართული პოლიფონიური სიმღერა და თქვენ ახსენეთ, რომ ეს პოლიფონიური სიმღერა ასევე არაჩვეულებრივი უნიკალური ელემენტი არის ქართული ღვთისმსახურების. თქვენ ახსენეთ, რომ რუსებმა ამის გაუქმებაც სცადეს. იყო ეს უბრალოდ გაუქმება როგორც გალობის ეკლესიაში, თუ მათ შემოიტანეს რამე საკუთარი, რითითაც ცდილობდნენ ჩანაცვლებას? ზოგადად იყო ესეთი რაღაცა, რომ იკრძალებოდა ყველაფერი ქართული, იკრძალებოდა რა, ცდილობდნენ იმის მიღწევას, რომ გაიუქმებინათ ყველაფერი ქართული, რაც ეკლესიაში იყო და ფრესკები, გალობა, იგივე ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ანუ შლიდნენ ყველა იმ ნიშანს, რომლითაც შეიძლებოდა იდენტიფიცირების მოხდენა, რომ ეს არის ქართული ეკლესია. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქართული გალობაც, რომელიც რუსებისთვის არ იყო ეს უცხოარი, რუსებისთვის კი არა, რა ვიცი, სამხმიანი და ესეთ მრავალხმიანი გალობა ვინმეს აქვს კიდე ჩვენს გარდა. მე არ მქონია. ხო და ამიტომ იქ თავისი წესი ჰქონდათ. რუსული გალობას თავისი წესი აქვს. აქ კიდე ქართულია, რომელიც უცხოარი. ამიტომ ამასაც ესეც უნდა გაუქმებულიყო. ეს მარტო გალობას არ შეეხებოდა. მაგალითად, იყო ეგეთი იანოვსკი, იყო კავკასიის განათლების მინისტრი რო დაარქვა, თქვა სიტყვაზე. კავკასიის ეგეთი თანამდებობა ეჭირა ამ იანოვსკის. ეს იყო მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, რომელსაც ჰქონდა ესეთი პროექტი და ცდილობდა ამის განხორციელებას, რომ საქართველოში მოეხდინა სეპარატიზმის კიდე უფრო გაღვივება და რასაკეთებდა ამისთვის. ეკლესიაში, სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიებში მთლიანად აიკრძალა ქართული წირვალოცვა, აი სუნთლიან სოფლის სკოლებშიც კი, სამრევლო სკოლები ხო იყო და თვითონ ეკლესიებიც ხო იყო რა იქ აკრძალეს ქართული და პლუს ქონდა პროექტი ესეთი, რომ მეგრულ და სვანურ ენაზე ეთარგმნათ ბიბლია. ანუ ეს პირდაპირ იყო იმის ხელშეწყობა, რომ ერში გახლეჩვა მომხდარიყო. არა მარტო გალობას კრძალავდნენ, პირდაპირ გიშლიდნენ სახელმწიფოს, ასე რომ